დილო მშვიდობის დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში პაუზის შემდეგ და გრძელდება რა თქმა უნდა დილის პალიტა. დანი როგორ გამოიყურება? აქედან დავიწყე. ძალიან შევიფერე და ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. ხوار მოგინდა გების კაპიტანი რო იყო. მოდი ჯერ სტუმართან გავისაუბროთ. ძალიან მაინტერესებს სიმართლე რომ თქვა, თუმცა დეტალები კიდევ უფრო საინტერესო იქნება, რომელსაც სტუმრისგან მოვისმენთ. ნათია ლაბაძე მეზღვაური შემოგვიერთდა და პირველი ქალი გემის კაპიტანი საქართველოს ისტორიაში და პირველ რიგში მინდა რომ მოგესალმოთ და მოგილოცოთ ეს განსაკუთრებული ამბავია. დილო მშვიდობისა, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხართ, როცა გავრცელდა ეს ინფორმაცია, ყველა ვართ სოციალური ქსელის მომხმარებლები და ამხელა გამოხმაურება და ესეთი რაღაცნაირად ერთგვაროვანი და ერთმუშტად შეკრული საზოგადოება, სადაც მხოლოდ დადებითი კომენტარები იწერებოდა და ყველა მართლა ამაყინა, მართლა ბედნიერი იყო ამ ფაქტით, ძალიან იშვიათია ხოლმე და მადლობა რომ ესეთი სიამაყის საფუძველი მოგვეცით და თავიდან დავიწყოთ, მოდით რატომ და როგორ გადაწყვიტეთ რომ ამ სფეროსთვის და ამ პროფესიისთვის დაგიკავშირებინეთ ცხოვრება. პირველ რიგში მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მადლობა მოწვევისთვის. აი, იმიტომ დავიწყეთ ჩემს სფეროში მოღვაწეობა, რომ ზღვასთან გავიზარდე. მიყვარს ჩემი ქალაქი, ბათუმი ისეთია, რომ აი მეტი რა ოცნებს გავიზარდე და ძალიან მომწონდა ეს პროფესია, რომ მეზღვაურები ფორმაში დადიოდნენ და სულ მინდოდა რომ ჩამეცვა ფორმა. გარდა ამისა ოჯახის წევრების მეზღვაურები არიან, მამა ჩემი მეზღვაურია, ბებიაჩემის ძმებიც მეზღვაურები არიან, კაპიტნები იყვნენ. და ჩემი ძამიკოც მეზღვაურია. შესაბამისად არავის გაუკვირდებოდა, როცა თქვენს ეს პროფესია აირჩია. ოჯახში არა, მაგრამ თუმცა ყველა დანარჩენს გაუკვირდა. გაუკვირდა, რომ ოჯახმა ასე გვერდზე დამიდგა და უარი არ მითხრა ჩემი ოცნების ასრულებისთვის. ალბათ იმ რეჟიმიდან გამომდინარე და იმ ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რაც ახლავს ამ პროფესიას. ყველაზე მთავარი მიზეზი ალბათ ეს იქნებოდა, რაც გაუკვირდათ ადამიანებს ოჯახის თუნდაც გოლში დგომა ამ კუთხით. კი, მაგიტო იყო, იმიტომ რომ ძალიან რთულია იქ წასვლა ესე დატოვება 4-5 თვით და 6 თვით პირველ კონტრაქტზე 8 თვე ვიყავი გემზე და მოწყვეტილი ქართველი არავინ არ მყავდა და ძალიან ინერვიულეს ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ჩემთვის ძალიან ბედნიერება იყო რომ წამიყვანეს გემზე და მართლა ჩემ ოცნებას მიუახლოვდი იმ მომენტისთვის. ეხლა კი სულ რაღაც უკვე ამისრულდა ჩემი ოცნება. ნათია, საინტერესოა, ელოდით თუ არა ამხელა ემოციას და ასეთ დამოკიდებულებას საზოგადოების მხრიდან. და ასევე ძალიან საინტერესოა ისიც, როგორ ხდება კომუნიკაცია, ეს 8 თვე, როგორც ახსენეთ, ხო, თუნდაც 4-5 თვე იყოს. არ არის ის დრო, როდესაც მარტივი შეიძლება მოგვეჩვენოს ჩვენს ოჯახის წევრებთან განშორება. საკმაოდ რთულია ეს ყველაფერი. კომუნიკაცია როგორ ხდება ამ დროს საკუთარ ოჯახის წევრებთან? კომუნიკაცია უშუალოდ ინტერნეტის საშუალებით, ესე რომ ვთქვა, ადრე მეილები იყო და იმით ვაგზავნიდით, მაგრამ ეხლა განვითარდა 21 საუკუნეა და უფრო დაიხვეწა ზღვაშიც სატელაიტებისგან ის რა ქვია, კავშირი. და ამიტომ უფრო კი, მაგრამ ცოტათი ძვირი ღირს ეს სიამოვნება ყველაფერი. ნუ თანხებთან დაკავშირებულია ეს ყველაფერი. ანუ ინდივიდუალურად ხდება. ინდივიდუალურად ხდება. ზოგიერთ კომპანიას აქვს იმის საშუალება, რომ 24 საათი უხასო ინტერნეტი, ზოგიერთს აქვს ფასიანი და ასე შემდეგ. თუმცა ის რომ მაინც წვდომა გაქვთ და მუდმივად ონლაინ შეგიძლიათ იყოთ თუნდაც ოჯახის წევრთან, ალბათ ძალიან დღეში 2 საათი და 1 საათი ოჯახისთვის ნამდვილად. ნათია, ზოგადად კი ჩვენ ბოლო პერიოდში გვესმის რომ რაღაცნაირად გენდერი არ აქვს პროფესიას და შესაძლოა რომ ქალიც ვიხილოთ ნებისმიერ პროფესიაში დღეს უკვე რომელიც წლების წინ შესაძლოა გვეთქვა რომ აი ეს რა ქალის საქმეა ან საერთოდ არ არის ქალის პროფესია, მაგრამ წელს ეს და ბოლო პერიოდში ეს მითები და სტერეოტიპები იმსხვრევა. აი თქვენ შემთხვევაში, თქვენს პროფესიაში რამდენად დიდია ინტერესი დედრობითი სქესის მხრიდან, რამდენად ბევრ ქალს სურს რომ ეს პროფესია აირჩიოს. თუნდაც როცა სწავლობდით, აი რამდენად ბევრი ქალი იყო? მე რო ჩავაბარე, პირველი წელი იყო, როცა დართეს ქალებს ჩაბარება აკადემიაში და მის საშუალება მანამდე არ ქონდა? არა, არ იყო დაშვებული და აი მაშინ მოეცათ საშუალება. აი მე ჩემს მერე 2 წლის მერე 2 თუ 3 წელს ჩააბარა პირველად ჩემს შემდეგ რომ კი პირველად გოგონა და მე უფრო წამოვიდა ეს ყველაფერი რა
და მე დარწმუნებული ვარ, ახლა კიდევ უფრო მეტად წამოვა. ერთი მექანიკოსი ყავს და 5 თუ 6 გემწამყვანი უკვე ზღვაში რო არიან, უკვე დასაქმებული. და ძალიან მიხარია, რომ ეს ქალბატონებიც ამ პროფესიას ეუფლებიან და თქვენ ახლა სტიმული გახდით ძალიან ბევრი ქალის ეს დასწრებული საუბარს განვაგრძობთ Coca-Cola შევთავაზებ ჩვენ სტუმარს, არ ვიცი გემზე რამდენად აქვს შესაძლებლობა და მოდი ახლა სანამ ჩვენთან არის გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. სიამოვნებაა. მაინც ჩვენ კი ვისაუბრეთ რომ ნებისმიერი სქესისთვის უკვე ნებისმიერი პროფესია მისაღებია და გაკვირვებას თქვათ აღარ იწვევს საზოგადოებაში, მაგრამ მაინც ამბობენ რომ თუნდაც გემზეც კი რთულად იღებენ ქალებს. აი რას გვეტყოთ ამასთან დაკავშირებით? კი, 2015 წელს დავამთავრე მე და აი შერჩევის პერიოდი სანამ იქნებოდა 6 თვით ადრე, ყველაზე წარმატებულ სტუდენტებს არჩევენ რომ გაიარო ის ტესტები, სადაც სხვადასხვა კომპანიებში, მაგალითად, ჩემი კოლუმბია არის, გერმანული კომპანია, რომელშიც მექნა საშუალება რომ გოგონას ჩამებარებია და გადამელახა ეს ყველაფერი. აი სხვას დანარჩენს არ ქონდა იმის უფლება რომ გოგო აეყვანა გემზე რა. აი ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ ერთადერთი ფლობელია კოლუმბია რომ მოხდებოდი თუ არა, თან ისეთი კონკურენტი ბიჭები იდგა ჩემს გვერდზე რომ მართლა მეშინოდა რა. აი როგორ ხდება ეს პროცესი, როგორია? გასაუბრებების, ტესტირების საშუალებით, გასაუბრების საშუალებით ჩამოდიან სხვადასხვა ფლობელები, ესაუბრებიან თუ ის აკმაყოფილებს შენი ცოდნა მათი კომპანიისათვის, მათი სახე რო გახდე რა. თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას. კი, თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას. აი ბევრი შრომა დამჭირდა მართლა ყველაფრის მისაღწევად. ნათია ზოგადად დარწმუნებული ჩვენს მაყურებელს და ჩვენ ძალიან ბევრი დეტალი გვაინტერესებს, რომ ერთი შეხედვით ძალიან მიუწვდომელია ჩვენთვის აი ესე თვეების წყალში გატარება და ალბათ ამ ყველაფერს გარდა იმისა, რომ თუნდაც ოჯახს ხართ მოწყვეტილი, ძალიან ბევრი სირთულე ახლავს. იქ შეიძლება დინება იყოს ისეთი, რომ რაღაცა შეგაფერხოს, შტორმი იყოს და ასე შემდეგ. აი ამ სირთულეებს როგორ უმკლავდებით, ან პირველად როცა მოხდით ესეთ რთულ სიტუაციაში, როგორ მიიღეთ გადაწყვეტილებები და აი რა სირთულეები ახლავს, აი თუნდაც თითოეულ დღეს რომ შიდა სამზარეულოში შეგვახედეთ ერთი სიტყვით. შიდა სამზარეულოში ესე შტორმის დროს პირველი შტორმი ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, მაგრამ იმ დონეზე ვიყავით ჩემ თავში დარწმუნებული და აი ავიყვანი ჩემი თავი ხელში, რომ არავისთან არ მისურვარ და არ მithქვენს, რომ აი დამეხმარეთ და ცუდად ვარ და რაღაცა რა. აი მაგიტო უნები თუ მისმენს ყველა ის გოგონა, რომელიც ეხა სურს ჩაბარება აკადემიაში, ან უნდა რომ ზღვაში წავიდეს რაღაცა, აი თავის თავში უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მართლა ეს ყველაფერი შეძლოს. აი ყველა ის, ვინც მუშაობს ეხა ზღვაში გოგონები ისინიც დამეთანხმებიან ამაზე. მხოლოდ შენ თავს ანიჭებ უპირატესობას, რომ თუ შეძლებ ყველაფერი გამოგივა რა. ეს სანამ პირველად გახვიდოდით, რა რჩევები მიიღეთ მამისგან, ძმებისგან? ალბათ გექნებოდათ ხო რაღაცა ისეთი ჩემი საუბარი და მაინტერესებს რა რჩევები მიიღეთ მათგან და თუნდაც რა კომენტარი. ძამიკოსთან ერთად ბაღშიც ერთად დავდიოდით. სახში ხო ერთად გავიზარდეთ. მე სკოლაშიც ერთი კლასელები ვიყავით. მე აკადემიაში და მეუნებოდა რატო აბარეთ ჩემთან უნდა ვიყოთ რა. მალჩამა მითხრა თუ შენი ოცნებაა, რატომაც არა. სულ მომწონდა ის ფორმიანი ადამიანები. ან მინდოდა რომ გამოსულიყავი პოლიციელი, ან მეზღვაური აი ისე, მაგრამ გამორჩეული არის და მეთანხმებით. აი მაგიტომაც და მიმიზი და ის რომ მოგზაურობ და ფულს იქით გიხდიან. ეს მშვენიერი დეტალი არის. ამაზე კი არ ვფიქრი, არ მიხდიან ხოლმე მოგზაურობის. რომ არა ოჯახის სამხეო მხარდაჭერა ალბათ შესაძლოა ვერც მისულიყავით ესე თვით დაჯერებულად და თავდაჯერებულად ამ გადაწყვეტილებაში. დიახ, ოჯახმა ძალიან ბევრი ესე ჩადო ჩემში რომ ამდენს მივაღწიე. კი სწავლა განათლებაში ჩემ და მამაჩემმა იმდენი შრომა რომ მოიცათ ეს ყველაფერი და
დამოუკიდებელი ადამიანი რომ გამოსულიყავი რა. სწავლა-განათლება ვახსენეთ და ვერ მოხვდებოდით გემზე, რომ არა თეორიული ცოდნა, ხომ? როგორ ხდება საქართველოში, ნუ ვიცით, გასაგებია, მაგრამ აი თქვა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლება თუ არის შესაძლებელი, თქვენ ახსენეთ, რომ მაგისტრატურა საქართველოში არ გაგივლეთ. აი ამ ყველაფერს როგორ გაუზიარებდით მაყურებელს? საზღვარგარეთ მე დავამთავრე ოდესაში, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ვასწრებდი მაგისტრატურის გამოცდებს საქართველოში რო ჩამებარებინა ისეთ მომენტებში ვცურავდი რომ ვერ გავწყვეტდი იმიტომ რომ თანამდებობის ამაღლება მინდოდა რომ ჩქარა გამختارიყავი კაპიტანი და ასე შემდეგ. აი საქართველოში საზღვაო ნავიგაციის უნივერსიტეტიც გვაქვს, მე სადაც დავამთავრე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია არის. აი ორივე ძალიან კარგი არის და საზღვარგარეთ თუ გააქვს სურვილი, დაჟე გაცვლითი პროგრამა აქვს აკადემიას, შეგიძლია ჩააბარო ტესტირება და წახვიდე სხვადასხვა ქვეყანაში. ეხლა ბავშვები ემზადებიან ლატვიაში მიდიან, ხორვატიაში მიდიან გაცვლითი პროგრამით 1 წელიან შეგიძლია იქით გაგრძელო სწავლა-განათლება და ასე შემდეგ. შეზღუდვა არ გაქვს. ნათია 8 თვიანი პერიოდი იყო ყველაზე ხანგრძლივი, ხო? კი, პირველი ხართ. კი, 8 თვე და 24 დღე იყო. ერთი დღის რუტინა რომ მოგიყვეთ თქვენი, როგორი არის გემზე ყოფნის დროს თქვენი ერთი დღე? ეხლა მე კაპიტნის უფროსი თანაშემწე ვარ გემზე, სანამ დიპლომს ავიღებდი კაპიტნის და დილას 4 საათზე იწყება ჩემი სავახტო განყოფილებაში არც ჩვენ კიდე აბა 7 საათზე გამოდივართ სახლიდან. დილას 4-დან 8-მდე ვმუშაობ, შემდეგ 2 საათი ხიდურიდან მოვდივარ და ესე რა ქვია ვაკონტროლებ იმ ადამიანებს, რომელიც მექვემდე რა ბერებიან. ამის შემდეგ 1-2 საათი ძილის პერიოდი არის და ისევ გავდივარ ვახტაზე 2 საათი. არა, შუა დღეზე, მაგრამ მე საღამოს შემიძლია. მაგრამ იმ მომენტში 8 საათზე რო ვამთავრებ 20 საათზე, ესე იგი, რო ვამთავრებ საღამოს 8 საათზე, 4 საათზე დაწყებული. ხო, რო ვამთავრებ ყველაფერს, მე ხო გინდა ადამიანთან ცოტა კავშირი, რაღაც გართობა და აი გადის და 6 საათი. ხართ თქვენს დაქვემდებარებულებს. აი ზოგადად გუნდის მართვის პროცესი რამდენად იმიტომ რომ კაცებს არ უნდა ანახო რომ სუსტი ადამიანი გონდები. აი სხვა შეიძლება წეღან ვახსენეთ ეს დამოკიდებულება, როგორ შეგხვდნენ გემზე და აი როგორი იყო ეს დამოკიდებულება თვითონ ეკიპაჟის მხრიდან თქვენს მიმართ, როგორც ხალი იყო ხაზგასმა დამოკიდებულებაში ამის თუ ჩვეულებრივად აი როგორც თქვათ მამაკაცები ერთმანეთთან კომუნიკაციობენ, ასეთი იყო თქვენთან კომუნიკაციის ფორმაც. კი, თავისუფალი იყო პირველი კონტრაქტი, აი ალბათ მართლა რო გამიმართლა მაგაზია დამოკიდებული თუ შემდგომში, აი ნებისმიერი ადამიანი ვინც მიდის გემზე, პირველ კონტრაქტზეა დამოკიდებული თუ შეუყვარდება პროფესია ან არა. აი მე მართლა გამიმართა ის 8 თვე ისე გავატარე, რომ მართლა როგორც ოჯახში ვიყავი, ისე იყო. ახლა მასწავლიდან წამოდი აგი გავაკეთოთ, ერთად გავაკეთოთ განახებს, ან ინგლისურის კი ვიცოდი, მაგრამ გატეხვა პრაქტიკას სხვა არის და ენის გატეხვა და მარტივად მიხსნიდნენ მათი ენით ესე რომ ვთქვათ, რომ მარტივის სიტყვებით მიხსნიდნენ, რომ დამემახსოვრებია ეს ყველაფერი და აი მაგან ძალიან ბევრი სტიმული მომცა, რომ მეც შემიძლია და რატომაც არა. ნათია, ოდესა ახსენეთ, ეს ომამდე პერიოდი იგულისხმება ალბათ. ომამდე პერიოდი იყო. ტრაგიკული მოვლენები განვითარებოდა. აი თქვენთვის რამდენად ემოციური იყო ეს ყველაფერი, როდესაც იქ ისწავლეთ, ალბათ გარემოც შეიქმენით სანაცნობო წრე და შემდგომ უკვე დაიწყო ეს ყველაფერი, რისი მომსწრენით ყველანი გავხდით. პოლიტიკაში ძალიან არ ვარ ჩართული, მაგრამ აი ცუდია რომ როცა მეგობრები მართლა გავიჩინე იქანი და მართლა კარგი პერიოდი წელიწადნახევარი იქ ვისწავლე და კარგი პერიოდი გავატარე იქ ჩემს მეგობრებთან, ნათესავებთან ერთად, ჩემი ზოგიერთი ნათესავი ახლა იქ არის და გაქვთ კონტაქტი? კი, მაქვს კონტაქტი, ისინი უსაფრთხოდ არიან, მაგრამ მაინც რა ძალიან ცუდია დაძაბული მდგომარეობა. ნათია, სწავლის პერიოდი ახსენეთ, წელიწადნახევარი ეს მაგისტრატურა, რა ხანგრძლივობას მოიცავს ზოგადად აი მეზღვაურის პროფესია და რა ხანგრძლივობით ხდება სწავლება ამ მიმართულებით? საქართველოში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში 4 წელი არის ბაკალავრის ისწავლე ჩვეულებრივად. აი თუ გინდა
ну აქეთ რომ მე პროფესორი ან რაღაც ისე დაიწყო უნივერსიტეტში სწავლა განათლების მაშინ უნდა დაამთავრო მაგისტრატურა და დოქტორანტურაც უნდა დაიწყო თუ გინდა უფრო მაღალს ან ჯამში ეს ყველაფერი დაახლოებით 6 წელს 6 წელზე მოიცავს კი 6 წელს მოიცავს ნათია გეგმა თუ გაქვთ უკვე წინასწარ გაწერილი რა იქნება მომავალში და თქვენი ცხოვრების მთავარი ოცნება თუ აისრულეთ უკვე ჩემი მთავარი ოცნება ასრულებულია, მაგრამ კიდე ბევრი ოცნებები მაქვს, რომელსაც ახლა უკვე გადავთვალ და იმ ოცნებებისკენ წავიწევ წინ. აი, გეგმა ჩვენს კომპანიას კოლუმბიას ყოველთვის აქვს გეგმა, მაგრამ ზოგჯერ არის ემერჯენსი სიტუაცია, როდესაც შეიძლება დარეკონ და შეიცვალოს ხო უცებ მოგიწიოს წასვლა. ანუ ახლა ხმელეთზე რამდენ ხანს გახავთ? შეიძლება კიდე ერთი თვე და მე უკვე სხვისკენ. მიმართულება ჯერ არ იცით. მიმართულება ჯერ არ. რა საინტერესოა ესეც, რომ აი არ იცით წინასწარ, სად შეიძლება კადრს მიღმა აღნიშნა, რომ უკვე მე სიზმრებაო, ერთი სული მაქვს, როდის წავალ ზღვაშიო და ძალიან კარგი წარმატება უნდა გისურვოთ. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის, უღრმესი მადლობა იმ სიამაყის განცდისთვის, რომელიც თითოეულ ქართველს მოგვანიჭებს და ქალებს განსაკუთრებით. აგვიმაღლეთ ჩვენი ხალი გემის კაპიტანი საქართველოში და მისი ქუდით ვიყავით წარმოდგენილი ეთერში. პოსტსაბჭოურ ქვეყნებშიც. კი, ეს ჩემმა ერთ-ერთმა ლექტორმა აღნიშნა, რომ გადავჩხრიკეოდა პოსტსაბჭოთა კავშირშიო. ერთადერთი ხარ, რომ არის ქალბატონები, რომლებიც სამხედრო განხრით არიან კაპიტნები, მაგრამ სატვირთო გემებზე პირველი ხარო და მეთქი მალადეთ. ძალიან მაგარია ნამდვილად და დიდი პატივი არის ჩვენთვის თქვენი სტუმრობა. ნათია ლაბაძე მეზღვაური გახდათ ჩვენი სტუმრა, პირველი ქალი გემის კაპიტანი საქართველოს ისტორიაში. მადლობა კიდევ ერთხელ.